ევროპის იმუნიზაციის კვირეული ყოველწლიურად აპრილის ბოლო კვირას აღინიშნება სლოგანით „აიცარი და დაიცავე“ და მისი მიზანია საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება იმუნიზაციის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლის შესახებ, რომელიც ნებისმიერი ასაკის ადამიანს იცავს ვაქცინით მართვადი დაავადებებისგან. წელს კვირეული 27 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით აღინიშნება. კვირეულთან დაკავშირებით კატო ბარამიძე შემოგვიერთდება. კატო, მოგესალმებით. დილომშვიდობის მივესალმები მაყურებელს. ევროპის იმუნიზაციის კვირეული არის დღეები, როდესაც მთელი მსოფლიო და განსაკუთრებით სამედიცინო საზოგადოება ერთიანდება ერთი მიზნისთვის, აამაღლოს საზოგადოებაში ცნობიერება იმუნიზაციის შესახებ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ყოველწლიურად ვაქცინის დახმარებით 5 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა ხდება შესაძლებელი ისეთი დაავადებებისგან, როგორც არის მაგალითად წითურა, ყბაყურა, ტეტანუსი და სხვა სიცოცხლისთვის საშიში დაავადებები. დეტალებზე უფრო ვრცლად ვისაუბრებთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე ეკა ადამიანთან ერთად. ეკა, დილომშვიდობის, მადლობა რომ დილიდან ჩვენთან ერთად ხართ ამ მნიშვნელოვანი თემით და პირველ რიგში მოდით ვუთხრათ მაყურებელს ევროპის იმუნიზაციის კვირეულის მნიშვნელობის შესახებ და ასევე თუ რა გზავნილი გაქვთ წელს საზოგადოებისთვის. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ნამდვილად ევროპის იმუნიზაციის კვირეული ყოველწლიურად აღინიშნება აპრილის ბოლო კვირაში და საქართველოს ტრადიციულად უერთდება ამ დღეს აღნიშვნას. ევროპის კვირეულის სლოგანი არის „აცერი და დაიცავი“ და როგორც თქვენ აღნიშნეთ, მისი მიზანია რომ აამაღლოს საზოგადოების ცნობიერება იმუნიზაციის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლის შესახებ. მოგეხსენებათ, იმუნიზაცია არის ყველა დროის ყველაზე საუკეთესო მიღწევა მედიცინაში და ის არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ყველაზე უსაფრთხო, რაც მთავარია და ყველაზე ეფექტური ინტერვენცია და თქვენც აღნიშნეთ, რომ 5 მილიონამდე სიცოცხლის გადარჩენა ხდება შესაძლებელი ყოველწლიურად იმუნიზაციის მეშვეობით. იმუნიზაციის მეშვეობით დამარცხდა ბევრი დაავადება და დღეს ბევრად უკეთესია მსოფლიო ამით, რომ არ არის ყვავილი მაგალითად და ეს იმუნიზაციის დამსახურება და ასევე რა თქმა უნდა დიდი შანსი არის მომდევნო წლებში, რომ იმუნიზაციის საშუალებით მიიღწევა საშუალოს ყელის კიბოს ელიმინაცია. რეალურად ეს არის აუწონავი როლი იმუნიზაციის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანმა გაითავისოს და სწორედ წლევანდელი წლის თემა არის სწორედ ეს, რომ იმუნიზაცია ყველასთვის, რომ ყველა საზოგადოების და ცალკეული ინდივიდის საჭიროება, ესე ვთქვათ, პასუხისმგებლობას უსმავს ხაზს წლევანდელი წლის თემა, ვინაიდან ჩვენ ეს ერთად შეგვიძლია, თუ თითოეულ ადამიანმა არ გაითავისა იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ, ცალკეული ადამიანებით იმუნიზაციის, ასე ვთქვათ, შედეგების მიღწევა არ ხდება და სწორედ ეს არის ჩვენი გზავნილი, რომ ყველა ადამიანმა გაითავისოს. წლევანდელი ჩვენი აქტივობა გამოიხატება იმით, რომ ფაქტები ცალკეული დაავადებების შესახებ, იმუნიზაციით მართვადი დაავადებების შესახებ, მნიშვნელოვანია, რომ ყველა კარგად გაეცნოს თუ რა საშიშროება მოსდევს ამ დაავადებებს და რამდენად ეფექტურია სწორედ ის ჩარევა, რასაც ქვია იმუნიზაცია, რომ სწორედ ვაქცინაციის საშუალებით არის ამ დაავადებების გართულებების თავიდან აცილება შესაძლებელი. გავაგრძელოთ საუბარი თითქოს ერთი შეხედვით მარტივი კითხვით, თუმცა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ კითხვაზე პასუხის მოსმენა. რა არის ვაქცინაცია და როგორ მუშაობს ის ორგანიზმში? ძალიან ესეთი კითხვა არის საჭირო, როცა ყოველთვის ვაქცინაციის თემა მოგეხსენებათ არის ინფექციების საწინააღმდეგოდ პრევენციული აქტივობა. მარტივ ენაზე რო ვთქვათ, ეს არის ადამიანებისთვის გასაგებ ენაზე, მარტივ ენაზე ნათქვამი, ვაქცინაციის შეყვანის, ორგანიზმში შეყვანის მეშვეობით ხდება იმუნური ფენის გააქტიურება და რეალურად დასნებოვნების შემთხვევაში უკვე ორგანიზმი წინასწარ არის გაცნობილი, ასე ვთქვათ, ამ დაავადებას და მას უკვე ეფექტურად შეუძლია ამ დაავადებასთან ბრძოლა. შეიძლება საერთოდ არანაირი სიმპტომი არ განვითარდეს დაავადების, მაგრამ თუ განვითარდა, მაინც ეს მიმდინარეობს ძალიან მსუბუქი ფორმით და ამდენად ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ეს, რომ ისეთი მძიმე ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგოდ ხდება სწორედ ეს ვაქცინაცია, რომელიც რეალურად დამანგრეველია როგორც ჯანმრთელობისთვის, ასევე ლეტალური გამოსავალით შეუძლია და ვაქცინაციის შემთხვევაში ეს ეფექტები არის მაქსიმალურად შემცირებული, იმიტომ რომ ორგანიზმი უკვე წინასწარ არის მომზადებული იმუნური პასუხით ამ დაავადებების საწინააღმდეგოდ. მაყურებელს ასევე შევახსენოთ თუ რა ვაქცინები არის დღეს ხელმისაწვდომი საქართველოში.
საქართველოში მოქმედებს იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა, რაც იძლევა შესაძლებლობას, რომ ადამიანებმა სრულიად უფასოდ ჩაიტარონ რუტინული ვაქცინაცია. საქართველოში ვაქცინაცია ტარდება ეროვნული კალენდრის მიხედვით. განსაზღვრული არის 13 ვაქცინა 9 დაავადების საწინააღმდეგოდ. ეს რა თქმა უნდა არის ასაკობრივი რუტინული ვაქცინაცია და სწორედ კალენდრის მიხედვით არის დადგენილი ის ვადები და პერიოდები, როდესაც უნდა ჩატარდეს რუტინული ვაქცინაცია იმისათვის, რომ მომზადებული იყოს როგორც ცალკეული, ასე ვთქვათ, ბავშვი ამ შემთხვევაში, ასევე ზოგადად საზოგადოება აირიდოს თავიდან ამ ინფექციების გავრცელება ქვეყანაში. ბავშვები ვახსენეთ და გეგმიურ აცრებს უნდა ვისაუბროთ. ხშირად მშობლებს აწუხებთ ხოლმე ვადებთან დაკავშირებით შეკითხვები, იმ შემთხვევაში თუ გადაგვიცდა სიტყვაზე გარკვეულ დროს ვაქცინის გაკეთების დრო, ამ შემთხვევაში რა უნდა გააკეთონ მშობლებმა და თუ აქვს აზრი მოგვიანებით აცრის გაკეთებას? მე წინა შეკითხვას დავამატე, უბრალოდ ჩამოვთვლი რამდენიმე დაავადებას, რომლის საწინააღმდეგოდაც არის ვაქცინაცია და ტარდება. ეს არის ჩვეულებრივად დიფტერია, ტეტანუსი, ყივანახველა, წითელა, წითურა, ბ ჰეპატიტი, პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინა, ანუ სულ არის 13 დაავადება, რომლის საწინააღმდეგოდაც გვაქვს ვაქცინები. რაც შეეხება თვითონ აი ამ დაგვიანებებს, ასე ვთქვათ და გადაცდენებს, რა თქმა უნდა სასურველია და სწორედ იმიტომ არის დადგენილი ეს კონკრეტული ვადები, რომ ამ ვადებში ყველაზე ეფექტურად ხდება ორგანიზმის მომზადება და რეალურად უკვე იმასაკიდან არის მზად ორგანიზმი, რომ დასნებოვნება ვეღარ მოასწროს, ასე ვთქვათ, ამ ვირუსებით და შესაბამისად სასურველია, რა თქმა უნდა, ამ პერიოდში აიცას, მაგრამ გადაცდენის შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, ამის დაშვება არსებობს და შეიძლება, რომ ასე ვთქვათ, დამწავ ვაქცინაციას ვეძახით ხოლმე, შეიძლება, რომ ჩაიტაროს სხვა ასაკშიც. მთავარია, რომ არ გამოტოვოს ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული ვაქცინაციის ყველა, ესე ვთქვათ, სახეობა. უკუჩვენებებზეც უნდა ვისაუბროთ, რადგან მშობლებს ხშირად ეს საკითხიც ადარდებთ ხოლმე განსაკუთრებით გეგმიურ აცრებზე. ძირითადად არ ვიცი, ჩვენ უკვე შეგვიძლია კონკრეტული ფაქტები და ჩვენი გამოცდილებით ვისაუბროთ. ან პრაქტიკულად არ არის დაფიქსირებული არც ერთი ისეთი მძიმე გართულება, რომელიც შეიძლება ამ ვაქცინაციას მოსდევდეს. რეალურად შეიძლება იყოს მსუბუქი რეაქციები, რომელიც შეიძლება იყოს ადგილობრივი სიწითლე, მცირე ტემპერატურული რეაქცია, რომელიც არ არის, ასე ვთქვათ, საგანგაშო და შეიძლება სიმპტომური მკურნალობის გარეშეც მარტივად გაიაროს. ამდენად ეს ვერ შეიძლება იყოს შემაფერხებელი, იმიტომ რომ ის ინფექციები, რომელთა საწინააღმდეგოდაც კეთდება ეს ვაქცინა, ბევრად მძიმე სიმპტომებით მიმდინარეობს. არ შემიძლია ასევე არ კითხოთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი. ხშირად სოციალურ ქსელში ჩვენ ვხვდებით ისეთ ინფორმაციების გავრცელებას და ასე ვთქვათ, შეკითხვებიც არის ამაზე, თუ რა კავშირია აუტიზმსა და ვაქცინაციას შორის და ხშირად ვაწყდებით ასეთ ინფორმაციას, რომ თითქოს ერთმანეთთან დაკავშირებულია და თითქოს ვაქცინაციამ შეიძლება გამოიწვიოს აუტიზმი. ერთ-ერთი გავრცელებული მითია სამწუხაროდ, რეალურად არც ერთი დამადასტურებული კვლევა ამისი, რომ შეიძლება სწორედ ეს ამას იწოდეს, ესეთი არ არსებობს და რეალურად პირიქით არის სწორედ ეს დადასტურებული, რომ არანაირი ვაქცინაცია აუტიზმს არ იწვევს. რეალურად ეს არის, არ ვიცი, სხვადასხვა მითი, რომელთაც ხდება გარკვეული, ესე ვთქვათ, არ ვიცი, ინფორმაციული ბრძოლები ვაქცინაციის საწინააღმდეგოდ. რეალურად ჩვენ შეგვიძლია შევხედოთ ფაქტებს და შეგვიძლია შევხედოთ შედეგებს, რომ სწორედ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყველა დროის უდიდესი მიღწევა, იმიტომ რომ სწორედ ვაქცინაციის საშუალებით და არანაირი მკურნალობით ჯერჯერობით ეს არ მომხდარა, სწორედ ვაქცინაციის საშუალებით არის შესაძლებელი, რომ სრულად დამარცხდეს და აღმოიფხვროს დაავადება. ამდენად აი ამ, ასე ვთქვათ, პლუს მინუსით უნდა შეფასდეს ეს და რეალურად ვაქცინაციის სასარგებლო წყდება ყოველთვის ეს ბრძოლა. და ბოლოს ქალბატონო ეკა, ვაქცინაცია არ არის მხოლოდ ერთი ინდივიდის დაცვითი მექანიზმი, ეს არის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, რომელმაც შეიძლება, ასე ვთქვათ, აგვარიდოს ეპიდაფეთქებებიც, ხომ ესეა? დიახ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მოცვის მაჩვენებელი, ანუ სწორედ ეს აღნიშნე მე, რომ ერთი ადამიანის ვაქცინაცია ან ერთი ბავშვის ვაქცინაცია შეიძლება არ ნიშნავდეს არაფერს საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რამდენი იქნება მოცვა ქვეყნის მასშტაბით,
იმისთვის, რომ არ მოხდეს ამ დაავადების გავრცელება და მაგალითად წითელ შემთხვევაში მინიმუმ 95%-ზე მოცვა უნდა იყოს ქვეყნის მასშტაბით, რომ არ აფეთქდეს წითელს დაავადება. ამდენად ძალიან მნიშვნელოვანია ცალკეული ინდივიდის პასუხისმგებლობა, მთლიანად საზოგადოების პასუხისმგებლობა და სწორედ წლევანდელი კვირეულის თემა, როგორც აღნიშნე, ამას ეხმიანება. იმუნიზაცია ყველასთვის, ჩვენს შეგვიძლია, ანუ ეს არის, რომ ყველა ადამიანმა უნდა გაითავისოს და ხელი შეუწყოთ იმას, რომ საზოგადოებრივი საერთო იმუნიტეტი გქონდეს მაღალი და არა ცალკეული ადამიანების და მაქსიმალურად ხელი შეუწყოთ ვაქცინაციით მოცვის გაზრდას ქვეყანაში. დიდი მადლობა ქალბატონო საჭირო ინფორმაციისთვის. მაყურებელს კი შევახსენებ, რომ ევროპის იმუნიზაციის კვირეული დაწყებული არის უკვე და რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყანაც უერთდება ამ გლობალურ ინიციატივას. მთავარი გზავნილი კი ერთია, ვაქცინაცია იცავს ადამიანების სიცოცხლეს. მე ამით დაგემშვიდობებით და რა თქმა უნდა ჯანმრთელობას გისურვებთ. დიდი მადლობა კატო, ნამდვილად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია და ნამდვილად ასია უნდა ავიცრათ იმისთვის რომ დავიცვათ ჩვენი და სხვისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა.